დღეს სტუმრად ჩვენი კლუბის ყოფილი მოთამაშე გყავს, რომელიც არც ერთ ზაფხულის ფესტივალს არტოვებდა ხოლმე ქობულეთში. ვითამაშოთ სტუმრთან ერთად? რა თქმა უნდა. გავაჩერთ ზრიალა. მაშასე, რაუნდის სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელსაც 10 წელიწადზე მეტია არ უთამაშია ჩვენთან. იუმორისტი, შოუმენი, პროდიუსერი ნიკა ქავთარაძე. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა ბატონ ნიკა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ინტელექტ კლუბში. რამდენი წელი არ გითამაშიათ? ბოლოს რა ღონისძიებაზე იყავით? ბოლოს ვიყავი ქობულეთში 2002 წელს თუ არ ვცდები. 2000? ხო, 1-2-ში. 1-2-ში, ხო. 3-მდე არ მახსოვს კარგად. და სხვაჩვენს მინდა მიგიწვიოთ ჯერ ერთი 10 წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის ფესტივალზე, რომელიც გაიმართება 27-29 ივლისს და მსოფლიო თასის ეტაპს გაუთანაბრდება, აი. სადამდე გავიზარდეთ მაშინ. დიდი სიამოვნებით ჩამოვალ, მით უმეტეს რომ მაშინ ქობულეთს ახალნელი ბათუმი ჯობია აშკარად. დაუგარით აშხალ. არ დაგეთანხმათ დარბაზის დიდი ნაწილი ბატონი. კარგი, ჩამოვლენ ჩვენთან ერთად და ნახავენ რომ ეგ. კარგი, დაუცილებლად გვეწვიეთ. რა მოგვიმზადეთ დღეისთვის, გითხარით? დღეისთვის საინტერესო კითხვა მოგიმზადეთ მინიმუმ. და ძალიან კარგი იქნება თუ სწორ პასუხს მივიღებ და არა სასაცილოს, იმიტომ რომ ძირითადად მე როცა კითხავს, რომ სასაცილო პასუხებს ვითხოვ ხოლმე. რამდენიმე ხნის წინ შემთხვევით გადავაწყდი, სადაც შეიძლება შემთხვევით წიგნებს გადააწყდე, მოკლედ ესეთი წიგნი, პარიზი versus ნიუ-იორკი. ვის, როგორც გინდით წარმოიდგინეთ. პარიზი ნიუ-იორკის წინა. დიახ. მე ტელემაყურებლებს ვთარგმნი ბატონ ნიკა. ძალიან კარგ შვებით ბატონ წამყვანო, სხვა ბევრ საქმესთან ერთად. თუ ხართ ნამყოფი პარიზში ან ნიუ-იორკში, რომელიმე თქვენთაგანი? არც ერთი. ოპერატესობა მაქვს ამ საკითხში, ორივეგან ვარ ნამყოფი, იმედია თქვენ ქულას აიღებთ და ამით გავთანაბრდებით. მოკლედ, თუ შეიძლება აჩვენოთ მონიტორზე. თქვენ ხედავთ ორი შენობის ფრაგმენტს, რომელიც არის წიგნიდან პარიზი versus ნიუ-იორკი. მე ვთხოვე, რომ ორივე ნაწილში, ანუ მარცხენა და მარჯვენა ნაწილში ამოეშალათ პერსონაჟები, რომლებიც იყო. თქვენ გაქვთ ზუსტად 1 წუთი, რომ გამოიცნოთ მარცხენა და მარჯვენა ნაწილში ამ სურათების შესაბამისად ერთი მარცხენა მხარეს ეწერა, ალბათ მიხვდებით არაერთული, მეორე მარჯვენა მხარეს. რა ეწერა, რომელი პერსონაჟების სახელები ეწერა? ვადამდელი ბატონო. ვადამდელი? ადამიანები არჩევნები არ მიყვარს თორე პასუხი კარგია. კაი, ვინ უპასუხებს? და. ესოდი ლაშვილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემგან მარცხენა მხარეს იყო კვაზიმოდო და მარჯვენა მხარეს კინგ-კონგი. რატომ? შობლის ტაძარი და მარჯვენა მხარეს არის იმპერატორი. აი, გვაჩვენ თითი დაადეთ, ამოდით ბატონო, ტელემაყურებელმა რომ დაინახოს. კვაზიმოდო და კინგ-კონგი. სად? კვაზიმოდო? აი, აქეთ და აქეთ. ორივე მალავდა ქალს, ერთი ესმერალდას, მეორე რა ერქვა იმ კინგ-კონგის საყვარელ სატრფოს. ბატონო ნიკა, ქავთარაძე რა ვქნათ? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანები და ფულა ჩავუთვალოთ სწორი პასუხი. კვაზიმოდო ნოტრ-დამში ზარების მრეკველი იყო, ხოლო კინგ-კონგი Empire State Building-ზე გაიღუპა. კვაზიმოდო და კინგ-კონგი პარიზის და ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი შენობების ბინადრები.